გამარჯობა. მოგესალმებით. აი გამარჯობა ჩემო ლადო, ბატონო მანუელ და ძვირფასო მაყურებელ და გამომწერებო კიდე. ხო, ეგ მნიშვნელოვანი ამბავია, გამომწერები ძალიან გვჭირდება. დღეს ვიმყოფებით არაჩვეულებრივ სტუმართან და ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, ისეთ არაჩვეულებრივ თემაზე, რასაც ქვია მამაშვილობა, მამობა და კიდევ ერთხელ გავუსაუბრთ ხას, რომ მამების დრო არის ყველგან და ყოველდღე. როდის არისო კითხა და აბა გაეცი პასუხი. თქვენი აზრით როდის არის მამების დრო? ნუ, ახლა იდეაში სულ არის მამების დრო, რა თქმა უნდა. ალბათ მარტო ჩასახვიდან არა, მანამდეც. იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ბავშვი უნდა ჩაესახოს სიყვარულით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და ხო, ალბათ სულ ყოველთვის, მაგრამ პრობლემა მამების დრო არის, შვილების დრო არის სულ ყოველთვის. მამების დრო დგება ჟამი, როცა შვილებს სულ ყოველთვის უყვართ მამები, მაგრამ ნუ არ აქცევენ იმ ყურადღებას, რომელსაც მაგალითად მე მოველოდებ, რომელიც მე მჭირდება. სულ ყოველთვის მამებს ეს ყურადღება შვილების აკლია. რაღაც გარკვეული ასაკისმერი, რა თქმა უნდა, მით უმეტეს როცა შვილები ქმნიან თავის საკუთარ ოჯახებს და თავის საკუთარ კერას, მაგრამ იმედია რომ კერა რჩება კერად. შვილებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოკლედ ლადო, სტუმარი წარმოადგინეთ სრულყოფილად. გადავედით უკვე. მანუელ ფაუნდეს ბარანდა. გახლავართ. ჟურნალისტი, ფილოლოგი, კულინარი შეფზარეული ძალიან პატივსაცემი ადამიანი, დიდი მადლობა რომ გამონახეთ ჩვენთვის, რომ იკარუსში ვართ. მადლობის ბევრი ვნახეთ აქ და მომავალი მზარეულები. და ამაზე ბევრად უფრო მეტი არ გინახიათ, იმიტომ რომ თავისუფალ ცურვაში არიან, უკვე მუშაობენ საკმაოდ ბევრი. ძალიან კარგი ღირსეული მზარეული ყავს გამოშვებული აქედან. და კიდევ ბევრი იქნება არწმუნებული. კიდევ ბევრი იქნება, იმედი გვაქვს. რამდენი ბავშვი, რო თქვა, ალბათ არ არის შეცდომა. რამდენი ბავშვი ყავს გაშვებული იკარუსს ბატონო მანუელ? ბევრია. მზარეულია? ხო, მე ვარაუდობ, ნუ ჯერ ერთი ეს სასწავლებელი ასე ვთქვათ, მოქმედებს უკვე 16 წელიწადზე მეტი. მე აქ დავიწყე მუშაობა პირველი დღიდან გახსნისა და ნუ მე ვარაუდობ 1200-ზე მეტი მაინც. კი ბატონო. მიშო, ჩვენი მეგობრები ვთქვათ აუცილებლად. მედია ჰოლდინგი ფორტუნა არის, რომელიც სხვადასხვა აქვეა გვერდითვეა, ჩვენი მეგობარი, ჩვენი მედია პარტნიორი და სუდი ფაუერი უზაფო ჩურჩხელა. თავისი არაჩვეულებრივი გემოებით, შოკოლადის ჩურჩხელით, პროცეულის ჩურჩხელით და ტრადიციული ყურძნის ჩურჩხელით. ანუ უზაფო ჩურჩხელი. უზაფო ჩურჩხელი, რომელსაც დაგაგემოვნებინებთ აუცილებლად. სიამოვნებით. კი. ტრადიციული კითხვი დავიწყოთ. რა თქმა უნდა. როგორი მამაა ბატონი მანუელი? ძალიან დაკავებული ამჟამად. თავის დროზეც რო გითხრათ, რომ ბევრი დრო მქონდა, ალბათ მოვიტყუები, მაგრამ ნუ ახლა ჩემ მშობლებს და ჩემ მეუღლის მშობლებს ძალიან დიდი წვლილი აქვს, რა თქმა უნდა, მათ გაზრდაში და ნუ ეს იმის ასე ვთქვათ ბრალია, რომ ორივენი მუშაობდით. საკმაოდ დატვირთულად, აქტიურად აქედან გამომდინარე ყურადღებას ვაქცევდით, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ შვილები გაზრდილები არიან ბაბუების და ბებიების მიერ. აქედან როგორც გინდა შეაფასეთ. ამ კუთხით თუ მეუდგებით, მაინც და მაინც სამაგალითო მამა არ უნდა ვიყო, მაგრამ მეორეს მხრივ არც თუ ისე ურიგო, მე მგონი. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ცუდი არა, ეს ნამდვილად შემიძლია ვთქვათ. ბაბუა ახსენეთ და უცნაური კითხვა გამიჩნდა ახლა. ესპანეთში თუ აქვს დავა იმაზე, ბაბუა თუ პაპა? არა, ამაზე დავა ნამდვილად არ არსებობს. იქ არის აბუელო, ანუ იაბუელა, ანუ ბებია. ეს დავა არა, ესეთი ასე თუ არც გეოგრაფიული, არც ტერმინოლოგიური ასეთი გაყოფა არ არსებობს დასავლეთი აღმოსავლეთი ესეთი არ არის ნამდვილად. თუ არ ჩავთვლით, რომ არსებობს საკმაოდ ბევრი ასე ვთქვათ დიალექტი და ენა სრულიად დამოუკიდებელი ვთქვათ ბასკური, კატალონიური, გალისიური იქ რა თქმა უნდა არის
ასე ვთქვათ, განსხვავება, მაგრამ აი ესეთი კასტილიურ ენაში პაპა ბაბუა არ არსებობს. გასაგებია. ისე ყველაზე უცნაური ან უცხო რა გასწავლათ მამობამ და ზოგადად მამობა რას გვასწავლის კაცებს? იცით რა, როცა თქვენ საუბრობთ სწავლებაზე, ეს არის რაღაცა შეძენილი, ხო? არის რაღაც რაც მოყვება შინაგანად, ეს რა თქმა უნდა სიყვარული, ეს რა თქმა უნდა აი ეს ზრუნვა, ამას მე მგონი ვერ ისწავლი რა, ეს გაქვს. ან გაქვს, ან არა გაქვს, კი. ნუ წესით მე იმედი მაქვს, რომ 99% აქვს. ამის დიდი იმედი მაქვს. გარკვე მე მგონი პასუხისგებლობა ეს ალბათ პირველი და ეხლა ამას არ სწავლობენ როგორც წესი, მაგრამ სულ მოყვება რა, ეს სულ ფორიაქი, მუდმივი ფორიაქი. ეს მე მგონი ეგრეა. რო გითხრათ რაღაცა მასწავლა ესეთი, ალბათ კი, იმიტომ რომ მე ასე ვთქვათ, ნაწილობრივ პედაგოგიური განათლებაც მაქვს, სამწუხაროდ ფსიქოლოგიური არა მაქვს, მაგრამ საკმაოდ ბევრს ასე ვთქვათ, ვკითხულობდი. კარგი მამა უდაოდ უნდა იყოს კაი ფსიქოლოგი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა იყოს კაი პედაგოგი და უნდა ზუსტად ზომავდეს აი იმ ზღვარს, რომელიც გადის თავისუფლებას და ვალდებულებას შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია შვილებთან მიმართებაში, რომ აი ეს კარგად იგრძნონ. არ უნდა მიუშვა, ბუნებრივია. რაღაც გარკვეული ჩარჩოები უნდა არსებობდეს, მაგრამ ეს ზღვარი არის ძალიან ფაქიზი, მინდა გითხრათ და აი ამ ზღვარის ასე ვთქვათ, შენარჩუნება მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია. ფორიაქი ახსენეთ და გამახსენდა ჩემი შვილი პირველად რომ დავაწვინეთ საავადმყოფოში, არა და განსაკუთრებული არაფერი არ სჭირდა. მე მეგონა რომ სამყარო დაიქცა და რაღაცა ჩამოიქცაცა და ყველაფერი დამთავრდა. მეთქი აუ რა რთული იყო და რა საშინელება იყო. მეც საუბედუროდ გადავიტანე, მაგრამ ეს ცოტა ისეთი რთული ვითარება იყო. მარია იყო 6 თვის. როცა საავადმყოფოშივე შეეყარა სალმონელა. რაღაც გვერდით იწვა ერთი ბავშვი, მას ძალიან კარგად ფახსოვს გორიდან და ნუ ეს გადაედო თორე დავაწვენით რაღაც ძალიან ბანალური რაღაცით, ყურის ტკივილით და მერე აი ეს ერთი თვე იყო ჯოჯოხეთი. ნამდვილად და დიდად მადლიერი ვარ ექიმის, რეანიმატოლოგის, რომელმაც პრაქტიკულად ასე ვთქვათ გადაარჩინა 6 თვის ბავშვი, მაგრამ აი ყოველ დღე იყო მართლა საშინელება, მით უმეტეს როცა აი ზუსტად მამები, იმიტომ დედები იყვნენ ბავშვებთან, ხო, იქ იმაში. ან ინტენსიურში, ან პალატაში, ან რეანიმაციაში და ასე შემდეგ. და აი ეს მახსოვს ძალიან კარგად, როგორ საბედნიეროდ არ იყო ასე ვთქვათ ეს მასიური, რამოდენიმე მამა როგორ დააკლდა აი ამ ჯგუფს, მამების ჯგუფს, ხო და ეს ძალიან და რო იკითხები და სად არის ვთქვათ გურამი და აღარ არის, წავიდა. ეს იყო ნამდვილად მძიმე. და ნუ ნებისმიერი რა თქმა უნდა ბავშვის საავადმყოფობა ეს საკმაოდ რთული მომენტია. მაგრამ ღვთისმსალობით ყველაფერი კარგად დასრულდა, ეხლა უკვე დიდები არიან, შვილები ყავთ. და უფალს ვევედრებით, რომ ჯანმრთელად იყვნენ ისინიც, შვილიშვილებიც, ნუ ჩვენს გარკვეულწილად. ასე რომ ძალიან კარგად მესმის თქვენ. მაგამ ბავშვი, მე მგონი დედები ბევრად ძლიერები არიან. ერთადერთ ხელმომიწია ჩემ მეორე შვილთან მეუღლეს ლექციები ქონდა ვერ გააცდენდა და საავადმყოფოში მე ვიყავი ღამე. ჯერ ხომ ყველას უკვირდა, მაგრამ ჩემთვის იყო ისეთი რთული. შულს რო ვედექითავდე საავადმყოფოში, აი ვეხვეწებოდი რომ მარიკას გააცდინე, ოღონდ მოდი შენ იყავ, ვერ შევძე. კი, გეთანხმებით, სრულიად გეთანხმებით. ამ კუთხით ქალები არიან
ბევრად უფრო ძლიერები და როგორ გითხრათ, ფსიქოლოგიურად, მორალურად, აბსოლუტურად ყველანაირად და შვილის დასაცავად ყველაფერზე წავლენ აბსოლუტურად. აი ყველაფერზე და გეთანხმებით, რომ დედები ბევრად უფრო ძლიერები არიან. აქ ორი აზრი არ არსებობს. ბატონო მანუელ, ორი ქალიშვილის მამა ბრძანდებით. მეც ორი ქალიშვილის მამა ვარ. უფროსი გოგონა ეხლა შევიდა გარდატეხის ასაკში. რა რჩევებს მომცემდით მე როგორც გოგონების მამას გარდატეხის ასაკში რა უნდა გავითვალისწინო? პირველი ეს მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია და ასე ვთქვათ, იჩქარებენ გათხოვებას. ეს თალსახა, მე არ ვიძახი ამას, რა თქმა უნდა, ნებისმიერ მამას აქვს, ასე ვთქვათ, ეს პრობლემა, ეს გარკვეული, ასე ვთქვათ, წუხილი, მაგრამ იჩქარებენ გათხოვებას, მოასწრებენ. აუცილებლად მიხედონ თავის ცხოვრებას, თავის სწავლას, თავის მომავალს, გათხოვებას მოასწრებენ. რატომღაც ფიქრობენ, რომ არ იქა და მართლაც ეგრე იყო. ხა ჩემ ახალგაზრდობაში ქალბატონი თუ იყო, თქვათ, 25 წლის, მორჩა გათავებული იყო მაგის საქმე. ესეთი კარგად ესეთი, ასე ვთქვათ, ესეთი მიდგომა იყო. ეხლა რადიკალურად შეიცვალა მოგეხსენებათ, უკვე არასოდეს არ არის გვიანი, არც საბედნიეროდ მანდილოს ქალბატონები ჩქარობენ, უფრო, ასე ვთქვათ, დალაგებულად, უფრო ფიქრობენ თავის კარიერაზე, კარიერულ ზრდაზე, მაგრამ აქაც არის რაღაც გარკვეული, ასე ვთქვათ, პრობლემა. შეიძლება გაეპაროთ. ნამეტანი გადაყვნენ თავის კარიერას და მერე შეიძლება გაეპაროთ ის მომენტი, როცა აქვთ კაი შესაძლებლობა ოჯახის შექმნის და ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ყველაზე მთავარი ძირითადი რჩევა იქნება ეს არ იჩქაროთ. ცხოვრება წინა გაქვთ. ბატონო მანუელ, შვილები ახსენეთ და ეხლა ის გითხარით როგორი ბაბუა ხართ? საშინელი უყურადღებო. არა, შვილები რომ მიყვარს ეს ცალსახა. მაგრამ უყურადღებო, მაქსიმუმ ტელეფონი დარეკვა, ახლა უმცროსი შვილი სანდრო არაჩვეულებრივი ბიჭია. კარგად სწავლობს, მაგრამ თვეში შეიძლება 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ ვნახო, შეიძლება არც კი. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ არ დაკავებული. მხოლოდ, მაგრამ რო შევაჯამო, შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ ბაბუა უყურადღებო, გამარჯვებათ. უყურადღებო, ახლა ცუდი არ ითქმის, უყურადღებოს ვიტყოდი, კი ბატონო. აი, თქვენი დღიური დამნახეთ ამონარიდი. შვილიშვილს დაურეკე ზუკასო, მაგრამ ვერ დაველაპარაკე, რადგან მეგობრებთან ერთად იყო ეზოში ჩასულიო. აი, როცა შვილებს ან შვილიშვილებს არ აქვთ, რომ თქვენ როგორც გინდათ ისე ვერ მოიკითხავთ და ვერ დაელაპარაკებით, გულის წყვეტა და ესე ცალსახად. და ეს ხდება, მე მოგიყვან დედაჩემის მაგალითს. დედაჩემი არის 98 წლის, ცხოვრობს ესპანეთში, ღვთისმშობლობით არის სახსალამათი, ძალიან, თვითყოფადია, ესე რომ ვთქვათ, მოკლედ და ვცდილობ წელიწადში 2-ჯერ მაინც შევიდე. ახლა ბოლოს ზაფხულში ვიყავი, მანამდე დაბადების დღეზე რაღაც სიურპრიზი მოუწყე, არ იცოდა რომ ვაპირებდი ჩასვლას და ასე მივხვდი, რომ ეგეთი სიურპრიზები ამ ასაკში აღარ არის საჭირო ნამდვილად. ქალი არ ჩერდება. რეკავს დღე გამოშვებით, თან ყველა საინტერესოა, რატო არ მირეკავ? ურეკავ. არა, მართლა ურეკავ. მით უმეტეს ახლა უამრავი საშუალება ამისა. 2 დღე თუ არ დაველაპარაკე, ეს მისთვის არის უკვე იმის მანიშნებელი, რომ აი შვილს დავავიწყე. აღარ მირეკავს და ესე მოდიმევთ რა დარეკვა, რატო არ მირეკავ? ეს ჩემთან მიმართებაში და შვილიშვილების მიმართებაში კიდე 2-ჯერ, ასე ვთქვათ, გაზვიადებული აქვს ეს გზნობა და ეს მიდგომა. ასე რომ, რა ვიცი,
გული წყდება არ ვებუტები რა თქმა უნდა, მაგრამ გული წყდება ცალსახად. დედა ახსენეთ და აუცილებლად მინდა გითხოთ მამაზე. ყველა ასაკში დედა ერთნაირი. კი, ნამდვილად, კი. აი დილით ხო დაურეკავ დედაჩემს მოვიკითხავ, ნუ დედა სურამში ცხოვრობს და მოვიკითხავ რა შვები როგორც და საღამომდე შეიძლება ხარ საქმეა და ვერ მოვიკითხო ან არ მოვიკითხო რა. საღამოს სად დაიკარგე. სად დაიკარგე? ლადო რამე ხო არ გეწყინა შვილ დედა რატომ დამწყენოდა? კი, ეგრე ნამდვილად. ბატონო მამუელ, მამასთან ურთიერთობა რო გაიხსენოთ, რა გახსოვთ თქვა ყველაზე მეტად ან რჩევები, რომელიც თქვა მომავალში გაითვალისწინეთ, რომელიც მამამ მოგცათ? მე მქონდა ძალიან კაი ბავშვობა. ეს არ იყო, ასე ვთქვათ, ფუფუნებაში გაზდა, რა თქმა უნდა, იმის და მიუხედავად რომ არ გვიჭირდა, მამა ჩემი იყო კალატოზი, თან მაღალი კატეგორიის. იმ პერიოდისთვის ჰქონდა ძალიან, ასე ვთქვათ, კაი შემოსავალი, ახლა კონკრეტულად არ დავასახელებ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ პროფესორის, ასე ვთქვათ, სტატუსის მქონე ადამიანის მეცნიერის თუ ვინც იქნებოდა ხელფასი. მამა ჩემი რო გითხრათ, რომ ძალიან კაცრი იყო, არა. ლაპარაკი არ უყვარდა, როგორც წესი. მთელი დღე მუშაობდა, მოდიოდა დაღლილი, მოგეხსენებათ მშენებლობაზე. და ნუ აი დასვენების დღეებში მქონდა საშუალება ხოლმე რაღაც გასაუბრების და ასე შემდეგ. როცა გავიზარდე და უკვე ასე ვთქვათ, მაგიდასთან გვიყვარდა ჩიკაღვინით ხელში საუბარი, ძალიან მძიმე ცხოვრება ჰქონდა მამაჩემს. ორი ომი ჰქონდა გავლილი, გულაგში იჯდა 11 წელი, ჭრილობებიც ჰქონდა მოკლედ და მე თბილისში რო ჩამოვიდა რუსთავშიც მუშაობდა მეტალურგიული ქარხანის მშენებლობაზე, მთელი ცხოვრება ჰქონდა საკმაოდ მძიმე სამუშაო. თუმცა ძალიან უყვარდა მიწა, აი იქ სადაც მიწა შეხვდებოდა, აუცილებლად ბარი, თოხი, მერე უკვე რაღაც აგარაკი ქონდა, სადაც სახლი არ იყო აშენებული, მაგრამ ბაღი იყო სასწაული და ბოსტანი, სასწაული. მე მახსოვს საფრანგეთიდან ჩამოიტანა მაგის დამ, გამოატანა პომიდორის თესლი, ხარის გულს ეძახდნენ რა, ესეთი დიდი პომიდორი. მახსოვს პირველი მოსავალი რომ იყო, არ ვაჭა 800 გრამიანი პომიდორით ხელში შემოაბიჯა სახლში და აი ძალიან ამაყად მაჩვენა. აი ეს მიწა ძალიან უყვარდა, გიждდებოდა. და მიწის ესმოდა და მიწას ესმოდა მამაჩემის ეს სასახლე. გიმეორებთ, ფუფუნებაში არასოდეს არ გვიცხოვრია. რჩევები, მამაჩემი იყო ძალიან ისეთი, მე უყოლოდ ვეუბნებოდი, მამაჩემი არის უმაღლესი დონის ინტელიგენტი. ქონდა დამთავრებული 5 კლასი, მაგრამ იცოდა ფრანგული, ესპანური თავისთავად ცხადია, რუსული სამწუხაროდ ქართული უჭირდა, მაგრამ იმდენად ბევრს კითხულობდა, მაგალითად კვირაში ერთხელ მე მახსოვს შაბათობით სასტუმრო ივერიაში იქ იყო რაღაც გაზეთების ჭიხური, სადაც შემოქონდათ უცხო პრესა, ნუ როგორც წესი ეს იყო ბეჭდვითი ორგანო რაღაც კომუნისტური პარტიის, ხო, ასე ვთქვათ. ფრანგული იყო ლიმანიტე, მახსოვს ძალიან კარგად ეს. აუცილებლად მიდიოდა შაბათს, ყიდულობდა ლიმანიტეს და მერე 2 დღე, ასე ვთქვათ, არ წყდებოდა გაზეთს კითხულობდა სულ იყო ინტელიგენტი, ინტელექტუალი, როგორც ესეთი არ იყო, განათლება არ ჰქონდა შესაბამისი, მაგრამ გიმეორებთ რა, ჩემთვის მართლა მაღალი დოლის ინტელიგენტი იყო მამაჩემი, თავის ქცევით, თავის ურთიერთობით, თავის ყველაფრით. დახმარება ძალიან უყვარდა. ყავდა ერთი მეგობარი, მეგრელი შურა ძაგანი ერთად მუშაობდა. ის იყო დურგალე მშენებლობაზე. და მამაჩემი კალატოზე და ნუ ძალიან ახლოს იყვნენ ოჯახებით და ნუ გასაგებად დღემდე სახლში შესასვლელი კარი არის შურას გაკეთებული, ანუ მასიური ხის, კარა და შესასვლელში შურას გაკეთებულია და ასე შემდეგ.
მაგრამ მე ძალიან კარგად ვახსოვს, როცა შურა და მაჩემი იკრიბებოდნენ. შურამ არ იცოდა რუსული. ძალიან ცუდად ლაპარაკობდა რუსულად. მამაჩემი არ იცოდა კარგად ქართულ რაღაცა ესმოდა. აი მათი საუბარი იყო რაღაცა მართლა წდება გული ერთ რამეზე, რომ არ მომეცა საშუალება, რომ ჩამეწერა ეს საუბარი. მაგრამ ნუ იყო სასწაული, შეიძლება 2 საათი რაღაცაზე ესაუბრათ. იქ პოლიტიკაზე, ამაზე სამსახურის ამბებზე რაღაცა ის რა. მაგრამ ნუ აი გაუგებარია როგორ ესმოდათ ერთმანეთს. არადა საუბარ კომუნიკაცია ქონდათ ერთმანეთს ესმოდათ. და ერთმანეთი უყვარდათ ძალიან მართლა არაჩვეულებრივი კაცია. რაც მახსენდება ყველაზე მეტად მე ვიყავი მე-9 კლასში და მამაჩემა ესეთი არ ვიცი რატომ მოვიდა აზრად ალბათ რაღაც უბანში რაღაც ამბავი გაიგო ამ არ მახსოვს ზუსტად. მამაჩემი მითხრა რომ აი ყველაფერს გავიგებ და ყველაფერში დაგიდგები მხარში, ამოგიდგები მხარში. ერთადერთი არ მოხდე ციხეშიო რა. ციხეში არ მოხდეო, თორე დავკარგავთ ერთმანეთს. ეს მახსოვს ძალიან კარგად. და ნუ ეს ასე ვთქვათ, მაინც მოყვება მთელი შენი ცხოვრების, რა თქმა უნდა, ეს არ იყო ძირითადი ფაქტორი, რატომაც ასე ვთქვათ, კანონმორჩილ და ნორმალურ ასე ვთქვათ ცხოვრებას ვეწევოდი, მაგრამ ეს უყოველთვის მახსოვს რა, ეს მამაჩემის სიტყვები ეს უყოველთვის მახსოვს. მამას ქონა ოცნებაო, ერთადერთი ოცნება ქონა, რომ ესპანეთში გარდაცვლილიყო. კი ბატონო, ნამდვილად ეს. და ნუ ჩემთვის სამწუხაროდ ეს ოცნება აიხდინა და ამას თუ შეიძლება ოცნება დავარქვათ, მაგრამ ნამდვილად ეგრე იყო და ეს კარგად მახსოვს. დაბადების დღე ქონდა 17 მარტს და ეს მოხდა 10 მარტს. როცა დამირეკეს და ჩემმა ძმამ დამირეკა მითხრა რომ მამაც უდათ არისო. ხო და ნუ ბუნებრივია ჩავედი ესპანეთში. მაშინ იქ ცხოვრების საშუალება არ იყო, რაღაც პირობები არ იყო, ამიტომ სასტუმროში ვიყავი და კარგად მახსოვს დილის 4 საათზე როგორ გამეღვიძა და მაშინ უკვე მოწევა არ შეიძლებოდა სასტუმროში. იყო მე ახლა ეს ცუდი რეკლამა არა, მწეველი სამწუხაროდ. და ნუ ახლა ეს ესპანეთში მახსოვს დრო, როცა მეტროში ვეწევოდით. და ლიფტში იყო ეგეთი დრო, ნუ ახლა აღარ არის უკვე. ფანჯარა გამოვაღე და ფანჯარაში ასე ვთქვათ ამოყავი თავი და დავიწყე აი მაშინ მქონდა რაღაც არ ვიცი რატო გამეღვიძა და აი სიგარეტი მოვწია თუ არა ეგრევე ჩემმა ძმამ დამირეკა და სასწრაფოდ მოდის ავადმყოფოშიო უკვე ასე ვთქვათ მამა ვერ არისო და აი ეს მოვასწარე რა ტაქსით მივედი ავადმყოფოში და ცოცხალს მივუსწარი რა მაგრამ უგონოთ იყო და ასე შემდეგ არაფერი ჯანმრთელი იყო ძალიან პრობლემები რაღაც ისეთი ჯანმრთელობის არ ქონა ნუ რასაც ქვია სიბერე ხო ეს სიბერე თორე მამაჩემ პენსიაზე გავიდა 67 წლის სასახლში 68 წელს და აი ნაკვეთი რო ახსენე ეს უჯარმაში იყო ველოსიპედით მიდიოდა უჯარმაში 45 კილომეტრი მართალია ეს აღმართი ფეხით ადიოდა, მაგრამ ველოსიპედით მიდიოდა ორშაბათს და პარასკევს ვაკითხებდი და მანქანით მომყავდა სახლში. ყოველ ჩასვლაზე, რა თქმა უნდა, დავდივარ სასაფლაოზე და თავის ოცნება არის სულამით. 93 წელს წავიდნენ მშობლები სამშობლოში. დაბრუნდნენ. თქვენ მაშინ იყავით 34 წლის და მაშინ რა პერიოდი იყო საქართველოში ყველა მიწის სრული განუკითხაობა, ქაოსი. კი ბატონო. გქონდათ საშუალება რომ წასულიყავით აბსოლუტურად დალაგებულ ქვეყანაში საცხოვრებლად. რატო არ წახვედით? რატო არ წავედი? კი ბატონო. ნუ ჯერ ეს ერთი მაშინ იმ პერიოდში მე მუშაობდი იყო ესეთი საქველმოქმედო ორგანიზაცია ექიმების საზღვრების გარეშე. Doctors Without Borders. ესპანური სექცია იყო Médicos Sin Fronteras. ვიყავი ლოგისტი თარჯიმანი.
მანამდე ვიყავით აფხაზეთში, სოხუმში. მე ვიყავით სვანეთში, ეს ტოვიულები რო სვანეთშიც ვიყავით 2 კვირის განმავლობაში. საკმაოდ რთული პერიოდი იყო, მაგრამ ეს უყოლს ვიზახი ახალგაზრდობა რამდენად ძლიერია, რომ ეს ყველაფერი არ გახსოვს. და იმ მომენტში მე ეს არ მახსოვს, აი სტრესი, სერიოზული სტრესი როგორც ესეთი არ მახსოვს. იმის და მიუხედავად, რომ რა ვიცი, იქ ყველაფერი გვაქვს ნანახი. ცუდიც და კარგიც. ერთი ისტორია იყო ძალიან ესეთი საინტერესო, ახლა გასაგებია რომ დენი არ იყო სოხუმში. და ჩვენ ვიყავით პროექტი უნდა გაგვეხსნას და დაგვაბინავეს ლეჩკომბინატის პალატაში. იქაც პრაქტიკულად სარიელი იყო. ერთ-ერთ პალატაში მე ვიყავით და ერთი ფრანგი ლოგისტი იყო მარიდეკული, ახალგაზრდა გოგო. და ყავა ქონდა წაღებული, ის მშრალი სპირტი, როგორც ესეთი, მაგრამ აი დასადგამი ხო, ის არ ქონდა და მარი მოხსნა სამაჯური ქონდა ესეთი, რაღაც ქვებით რომ აღმოჩნდა რომ იყო პლასმასის, დადო ეს სამაჯური, ეს მშრალი სპირტი მახსოვს და რაღაცაში აი ეს მოხარშეთ ეს ყავა, ეს პლასმასი დადნა, ბუნებრივია და მე მარის უთხარი, მეუთხარი, მარი მეთქი აუცილებლად ასე ვთქვათ, გიყიდი სამაჯურს სახსოვრად, რომ აი ეს მომენტი გვახსოვდეს. აი ეს ყავა, ამ სიმწარით მირთმეული, მომზადებული ყავა, რასაც ქვია. ძალიან რთული პერიოდი იყო. მე აქ ოჯახი, ბავშვები, პატარები, მე ძალიან მიყვარ, ძალიან მიჭირს აი მაგას რაღაცის გამოსვლა, აი მაგალითად მანქანის გამოსვლა მიჭირს. ოღონდ სერიოზულად, ანუ ძალიან უნდა გამიბრაზდეს მანქანა, ძალიან, ანუ უნდა ჯორივით, ვირივით დადგეს, რომ ვიფიქრო მანქანის გამოსვლაზე. არა კომფორტულად ვცნობ თავს. ფაქიზო ყავდა 16 წლის იყო მე მომდი ღურში გიწევს. კი ბატონო, ფაქიზოს ვეძახი, ტერენო იყო, ესა ჯიპი, ნისან ტერანო იყო და ფაქიზოს ვეძახი, ანუ ვირი იყო რაღაც საშინო. მაშინ მომეწია მანქანის გამოსვლა და იმის მერე მანქანა არ გამომისვლია უკვე რამდენი ხანი. უკვე რამდენია 14 წელი მანქანა არ გამომისვლია. მიჭერს მოკლედ რო ვთქვა ცოტა თუ გნებავთ რა ვიცი კონფორმისტი რა ვიცი კი ბატონო ანუ ძალიან ასე ვთქვათ მიბმული ვარ რაღაც გარკვეულ გარემოზე სახზე თავის დაუცხადია და ასე შემდეგ არ ვიცი რაღაც ზუსტი რაღაც გარკვეული გამარტება ახსნა ამის არ არის, მაგრამ ნუ ალბათ ეგ არის რა. ეგ არის და ის რომ რა ვიცი. გიყვარს ადგილი, სადაც დაიბადე, გიყვარს. რა თქმა უნდა, შენი ქალაქი. და ერთმა მადრიდში ვარ, ფანტასტიკურ ადგილას. პლატა ორიენტეზე რაღაც, აი განსხვავებაში მზე, კაფე, ფანტასტიკური ყავა, რაღაცა და ზის და მეკითხება. აქ რა იქ რა გინდაო? სადმე თქვი? ბიჭო, ფანტასტიკური ქვეყანაა და რა გინდაო იქ საქართველოში? ეს ვინ კითხათ? არ დავასახელებ. ერთ-ერთი ასე ვთქვათ რეჟისორი. არა, რა ვიცი. მამა ხო არ იყო მეთქე? არ იყო. მამა ესეთ რაღაცას არ მკითხავდა. და ზუსტად ქონდა სურათები ყვავილების აგარაკის ყვავილები და ვაჩვენეს სურათები ამ ხა არა მაქვს აქ ყვავილების სურათები და უთხარი აი ამიტომ აღარ გაუგზელებია გამოკვლევა რატო და რა რამდენად მისაღები იყო მისთვის ცოტა ისეთი ასე ვთქვათ შეიძლება ცოტა რომანტული პასუხია, მაგრამ ნუ უბრალოდ სიმბოლური არის, რომ რაღაცაზე ხარ მიჯაჭული რა რაღაცის გარეშე არ შეგიძლია
ცხოვრება და როგორც გითხარით ზოგადად რაღაცის შეცვლა ძალიან მიჭირს რა. ძალიან მიჭირს გარემოს და ასე შემდეგ შეცვლა ძალიან მიჭირს. აი ხა ცოტა უხერხული რაღაცა უნდა ვთქვა, მაგრამ ამ დილით რომ ვემზადებოდი თქვენ წინ წამოსასვლელად დაწყდა წყალი. გავიხსენე ეს ბავშვობა ის ჩაიდანში ადუღება, მერე გადანელება და ეგეთი რაღაცები ჩემ შულებს საბედნიეროდ არ უნახავთ. მე გავლილი მოვსეკთან მე-9 სართულზე ვცხოვრობდი, წყალი არასოდეს მოდიოდა. ლიფტი გაძარცული იყო რა თქმა უნდა და მე-9 სართულზე ესე ორი ვედრა უნდა ამეტანა ხოლმე. რაღაცა ქონოდა და თქვენი ბავშვობა როგორ, თუმცა ამის მიუხედავად მაინც ძალიან დადებითად მახსენდება, ბუნებრივია ის ჩემი ბავშვობა 90-იანების ბავშვი ვარ. თქვენ ბავშვობას როგორ გაიხსენებთ ბატონო? ფანტასტიკური. მაშინ ეს ცირთულები არ იქნებოდა. არა, როგორ არის, წყალი წყდებოდა, მინდა გითხრათ, საბურთალოზე 11-დან 6 საათამდე ეს კარგად მახსოვს ყოველდღიურად. იყო ეგრეთ წოდებული გრაფიკი. ამ გრაფიკმა ბევრი ასე ვთქვათ კურიოზი გამოიწვია არა ჩემთან მიმართებაში, არამედ მადრიდში ვიყავით ცხონებული სულიკო ჟღენტი არის ეგეთ სცენარისტი ცნობილი. ჯარისკაცის მამის მათ შორის და ახლა დონ კიხოტზე ვიყავი იმ პერიოდში და ვართ იმაში კუსკოში მაგარ სასტუმროში მადრიდში. და სულიკო იყო სასწაული პირველი, აი სასწაული ნამდვილად. მაგრამ ერთი თვისება ქონდა, რომ იღვიძებდა, ხო, ასე ვთქვათ, ფიზიოლოგიურ თვალებს რო გახელდა, გონივრულად ცოტა მოგვიანებით იწყებდა აღქმას რა, აი ეს მომენტი ქონდა რა. ხო და ერთხელ მე ბიძაშვილთან ერთად რაღაც გავისეირნეთ, ასე ვთქვათ, ხამის მადრიდში და გვიან მომიწია მისვლა. მივედი სადღაც 3:30-ზე და მივედი სასტუმროს კართან და იქიდან მესმის მანუელ ჩურჩულით. ესე გავიხედე, სულიკოს ნომერი იყო მოპირდაპირ მხარეს და რა იყო ბატონო სული მივედი ნომერთან, მოდიო, შევედი და ვიღაც ორი ქალი დიდი პირსახოცებით, ასე წმინდავენ რაღაც მთელი ფორიაქია იმ იმაში. სასტუმროს ნომერში და სულიკო სიგარეტს არ აგდებდა, ეს სუეწევოდა მუდმივად. მაშინ მოწევა შეიძლებოდა ნომერებში. ხო და ბიჭო ვერ წარმოვიდგენ რა მომივიდა მას. შევედი შხაპი მივიღეოდი რაღაცა. მე დავწექი დავიძინეო და არის რეკავსო რაღაცა წივიანკი ვერ გავიგე რა უნდათ. მე კარები ჩამოუღეს, თურმე იქაც წყალი წყდებოდა. და მისი მეუღლე ქაბატონი ლელა თორცდები არაჩვეულებრივი დიასახლისი, ნუ პურვარირებს შლიდა რაღაც სასწაულს. მაგრამ 11 საათზე წყალი რო წყდებოდა, ასე ვთქვათ, სულიკოს აიძულებ რომ აივსო აბაზანა. თქვენ არ გახსოვთ აბაზანა? ეს თბილისში ბევრს ახსოვს ეს აბაზანების ავსება, ეხლა ის კორპებიც არ არის. ხო და ავსებდა ავტომატურად ავსებდა აბაზანას და იქ ეს იყო, ასე ვთქვათ, მექანიკურ გადაატრიალებდა და იკეტებოდა. ხო და ავტომატურად აიღო და ჩაკეტა, მიიღო გემრიელად ჩხაპი რამე რომი, აქეთ ავსებდა აბაზანას და დაწვა და ჩაეძინა. შედეგი გასაგებია. ხო, ეს რაც ეხება ბავშვობასთან და წყლის ასე ვთქვათ მომარაგებასთან დაკავშირებით როგორ არ იყო პრობლემები. არა, მე საბედნიეროდ ჰქონდა საშუალება ესპანეთში ჩასვლის გამარჯვებად. და ნუ ძალიან კარგად ვახსოვს, ეხლა ბოლოს რო ვიყავი ჩემი ბიძაშვილები. ეს ზუსტად ამაზე ძალიან იშვიათად ხდებით, ამბობთ რომ საბედნიეროდ აღვადგინეთ ეს ურთიერთობა და ზუსტად უყვებოდი მათ. აი პირველად რო ჩავედი 68 წელს იყო შობა და ბიძა ჩემა როგორც ამეყვანა სათამაშოების მაღაზიაში. ახლა მე მგონი ყველას გაქვთ ახლა ზუსტად სახელწოდება იმ ფილმების არ მახსოვს, მაგრამ აი სათამაშოების მაღაზიაში რო ხდება რაღაც ასე ვთქვათ სცენა, ხო, რომ მოდიხარ თოლის ბაბუა რაღაც განათებული რაღაც 1000 რაღაცა ფერები და ასე შემდეგ. აი ზუსტად ესეთი რეაქცია მქონდა, როცა შევედი სათამაშოების მაღაზიაში, აი გამოშტერდი. და ბიძა ჩემი მეუბნება, ეხლა დაწერეო რაც გინდაო, ხუთში ჩავაგდოთო და სანტა კლაუსი პაპა ნოელ ესპანურად შეგისრულებსო ნებისმიერ სულს. ვკითხებ, რუსული ესმის მეთქი. ესპანურად წერა არ ვიცოდი, მაშინ რუსული ესმის მეთქი და
პოლიგლოტია, შედაინაზე სკინდა დაწერა. და ვეძებე ავარჩიე კარგი ესეთი კოვბოის საბავშვო კოსტუმი თავის ყველაფრით რა, ქუდით, აი აქ ტყავის პერანგით, აი ეს რაღაც ბენდენათი, ორი კოლტი ორი აუცილებლად და ვინჩესტერი და აი ეს რაღაც პისტონები, ტყილები, სასწაული რაღაცა იყო. ხო და იქ ესეთი ტრადიცია, რომ შობის ღამეს აუცილებლად უნდა გააპრიალო შენი ფეხსაცმელი. აი კარგად უნდა წინავდეს რა. და ნუ რამდენი ხანი წმინდავდი არ ვიცი, დედაჩემ კაი დაანებეთ, არა, კარგად უნდა გავწე. ვეცადე რომ არ დამეძინა, იმიტომ რომ მეთქი იქნებ გამოვიჭეროს. თოვლის ბაბუა რაღაცა რა თქმა უნდა ჩამეძინა დილით რომ გავახილე თვალები და ეს ყველაფერი დამხვდა მანდ, ნუ ეს იყო რაღაც სასწაული. იყო სასწაული. ბავშვობა, რა ვიცი, კარგი ლაღი, რა ვიცი. მე მგონი კაი ბავშვობა, მე მგონი კი არა ეგრე იყო, მქონდა კაი ბავშვობა. ურიგო განათლებაც არ მიმიღია საბედნიეროდ, არც სკოლაში და არც უმაღლესში. დიდებული პედაგოგი მყავდა, ინაშვილი, ლიდია გიორგის-ასული, სასწაული ქალი, აი სასწაული. მე დღემდე ასე ვთქვათ, ნორმალურად საუბრობ ფრანგულად, ანუ არ მეჭირს არც ლაპარაკი, არც საკითხვა, არც თარგმანი და ასე შემდეგ. და ეს არის ლიდიას დამსახურება, იმიტომ რომ პირველი დღიდან გველაპარაკებოდა ფრანგულად. პირველი დღიდან არც ქართული არაფერი, მარტო ფრანგულად გველაპარაკებოდა. და ქალმა, რომელმაც ამას ყველგან ვიმეორებთ და ჩემ სტუდენტებთანაც აუცილებლად ის ქონდა ცივილიზაცია, ეგრე საგანი ქონდა, ფრანგული ცივილიზაცია. და ქონდა გარჩევა იმპრესიონიზმის. და რაღაც ხა იმ ასაკში რო ხოჩობდა რაღაცა თვით დამკვიდრება გინდა ვითომ შენი ჭკუით და ასე შემდეგ. და რაღაცა წამოსდა მეთქი არა იმპრესიონიზმი არ მიყვარს მეთქი. და პაუზა და ამას გიმეორებთ ძალიან ხშირად ვიძახი. და მითხრა თან თქვენობით მოგმართავ და ყველას აბსოლუტურად აი შენ არ თქვენობით. ერთ რჩევას მოგცემთო, ხმაწვილო, არასოდეს არა თქვათ არ მომწონს, თქვით არ მესმის. ამას შეიძლება ბევრი ინტერვიუშიც გამეორებული არ ვიცი, მაგრამ ნუ არ დავიღლები ამის. ასე თქვათ გახსენებით, იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგარი რჩევა იყო და ძალიან ბრძენი ქალის ნათქვამი იყო ამავდროულად. ეგ ვიცოდი ეგ ისტორია და გამიხარა ჩვენთანაც რომ მოყევით, იმიტომ მე არ ვიცოდი. რა კარგი ნათქვამი, ახლა დავფიქრდი, რამდენჯერ მithქვამს შედევრებლად რო აღიქვამს საზოგადოების რაღაც ნაწილი, თუნდაც ნახატზე, თუნდაც ფილმზე რომ არ მომწონს და ხა დავფიქრდი, მე არ მესმის მართლა. ხო, რა თქმა უნდა, სხვა მოსწონს. კი. ბატონ მანუელ, სულიკო ჟღენტი ახსენეთ და დონ კიხოტი. საზოგადოებამ ბევრმა დარწმუნებული ვარ არ იცის რომ ერთი პერიოდი მუშაობდით კინოსტუდიაში, თარგმნელ კონსულტანტი იყავით დონ კიხოტზე და ისეთ დიდ ადამიანებთან ჰქონდათ შეხება, როგორც იყო კახი ყავსაძე, მამუკა კიკალეიშვილი, რეზო ჩხეიძე. მე დღემდე ბედნიერი ვყვები ხოლმე ბატონ რეზოსთან ინტერვიუ მაქვს ჩაწერილი და ჩემ ცხოვრების ერთ-ერთი გამორჩეული 1 საათი იყო. ხო, სამების ლავრაში ცხოვრობდა მაშინ მეუღლესთან ერთად და იქ ჩავწერე 9 მაისისთვის ჯარისკაცის მამას თემაზე. რამე ისტორიები ძალიან ბევრი იქნებოდა და რამე რო უამრავი. ისტორია იყო უამრავი. ჯერ ეს ერთი სრულიად მართალი ბრძანდებით ხვთაწილად ეს ბედნიერება რომ მართლა დიდებული ხალხი გამოსცა. აი დიდებული, აი თქვენ ახსენეთ კახი ყავსაძე, იყო ფრუნზიკ მაკარტეჩანი სინჯებზე, რომელიც გავიცანი მათ და ეს იყო ესეთი სევდიანი თვალები და ესეთი სევდიანი კაცი. მე რა ვიცი, აი ეს ცხოვრებაში არ მინახია და ნუ თან ფრუნზიკა კი. იმიტომ რომ ძალიან ტრაგიკული, ასე ვთქვათ, ცხოვრება ჰქონდა. მაგრამ აი რამდენად დიდი პიროვნება იყო რა თელის სომხეთი ხელის გულზე ატარებს ძალიან უყვარდათ და ღირსეულთან ძალიან მაგარი კაცი იყო ძალიან მაგარი კაცი ეხლა ნუ მსახიობებს თავი რო დავანებოთ
გიგითხრათ, ახლა კურავლები იყო ესეთი ცნობილი მსახიობი, ესეც ძალიან ღირსეული ადამიანი, ახლა იმ პერიოდში, ასე ვთქვათ, ამ ფილმში ძირითადად ქართველი მსახიობები, რადგან მოწვეულები იყვნენ რუსეთიდან მსახიობი, იმიტომ რომ იყო ერთობლივი კოპროდუქცია იყო. გოსტელი რადიოს და ქართული ფილმის, პლუს იყვნენ ჩართულები თავის დროზე ესპანეთის ტელევიზია და პატე სინემა იყო ესეთი. უძველეს პირველი კინოსტუდია. ფრანგული იყო თუ არ ვცდები ანტენთვა, არხი და ასე მე მოკლედ ეს ყველაფერი სამწუხაროდ ჩაიშალა, მაგრამ ამის დამეუხედავად მაინც ფილმი შედგა და კურიოზი იყო უამრავი. ჯერ ერთი მე ამაზე საუბარს არ დავიწყებ, ეს თვითონ მაყურებელმა ნახოს და თუ ნაწარმოები წაიკითხეთ, ვიხვდებით ფილმის დასაწყისში დონ კიხოტს რა უნდა ეხურა თავზე და მერე დალაგთან შეხვედრის მერე რა უნდა დაეხურა თავზე და ეს კაზუსიც ასე ვთქვათ, მაგრამ ეს სკრიპტგეოლოგ რასაც ქვია, ხო, ეს რეჟისორის ასისტენტია თუ რომელიც აფიქსირებს მაგალითად საათს, ხო, თუ ერთ სცენაში გაქვს 6 ნახევარი, ამ სცენის გაგრძელება ეს 6 ნახევარი არ უნდა დარჩეს, ხო, რაღაც. დრო უნდა იყოს გასული რაღაც შესაბამისი. ანუ დეტალებს რასაც აქცევენ დიდ ყურადღებას, აი ესეთი ლაფსუსი იყო საკმაოდ ბევრი. მე აქ ამ ლაფსუსებზე არ ვისაუბრებ. მე ჩაწერის მერე ერთ-ერთს მოგიყვებით, მაგრამ ახლა სრულიად ისეთი ალბათ მომტკივნეულო, მაგრამ ძალიან ესეთი ლაფსუსი იყო. დღეს ზუსტად ერთ-ერთ დილის გადაცემაში რეპორტაჟი იყო ქართველ მხატვრებზე და მათ შორის იყო ნახსენები ფარნაუზ ლაპიაშვილი, ფანტასტიკური კაცი, რომელიც იყო ამ ფილმის კოსტუმების მხატვარი. ძალიან მაგარი კაცი. იმასთანაც კი მომივიდა პატარა ასე ვთქვათ, კამათი, მაგრამ ახლა ამის ტოლა კაცი იყო რაღაც. უნიშნელო რაღაცა ეს იყო დაშნა და ასე ვთქვათ, შპაგაზე. აი იმ პერიოდში რა უნდა ყოფილიყო და ყველაფერი კარგად დასრულდა, რაც თავარია. მქონდა საშუალება მაგალითად ერთი პერიოდი იყო სვიტლანა ალილუიევა, სტალინის ქალიშვილი ჩასული და ასე ვთქვათ, გამოაგზავნეს აქ კინოს რეზო შეიძესთან, იმიტომ რომ ჯერ ერთი ქართული ფესვებია, ქართული არ იცოდა თვითონ თავის ქალიშვილთან ერთად და ერთ პერიოდი კინოსტუდიაში მუშაობდა რედაქტორად. დიდი ხანი არ გაჩერებულა, მაგრამ რაღაც მომიწია რაღაც ფილმების თარგმნა მისთვის და ძალიან ხშირად არა, მაგრამ რაღაც გარკვეული პერიოდულობით მიწევდა ჯარისკაცის მამის თარგმნა, თუ ბევრი სტუმარი იყო იქ ფრანგი, რა ვიცი, ესპანელი, იტალიელი და ის. ხო და აი ეს სცენა რა ვიცი, ბოლო დედაშენს რა ვახლა. ეს არის რაღაც სასწაული. აი ახლაც გამაჟრიალა და რა ვარია ახლა რომ თარგმნით და ახლა ხმარო აგიკანკალდება და სულ თან აი სულ ყოველთვის აბსოლუტურად, იმიტომ რომ იმდენად ღრმა არის. იმდენად კარგად აქვს სერგო ზაქარიაძის ნათამაშების როლი, რომ რავი, ჩემთვის ეს არის აი სრული აბსოლუტური შედევრი, აი აბსოლუტური. ახლაც აგიკანკალდა. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ არ ვიცი. საოცარი სცენა. მე რეზოს იმ ინტერვიუში თვითონ ბატონმა რეზომ მითხრა ასეთ რამე, რომ გოდერძის სცენის შემსრულებელს მიუხედავად იმისა, რომ ერთ კადრში ჩანს ფაქტობრივად ძალიან დიდ ხალხს ვეძებდი, იმიტომ რომ მინდოდა ძალიან ლამაზი ადამიანი ყოფილიყო. კი. გეთანხმები. და მართლაც ესე იყო კი, და საოცარი. რა თვალები და როგორი ულვაშები ესეთი, ძალიან მაგარი ულვაშები ეს. შავი. კი, გეთანხმები, ძალიან მაგარი. გოდერძი. ძალიან მაგარი ფილმია. და ახლა არ გინდა ახლა იმ პერიოდში რომ აი ეს მართლა ტანკის სცენა რო ახლა ვენახს რო ხო.
სასწაულის სცენაა. არაჩვეულები და კიდე კაი გადაურჩა ამოჭრას კიდე კაი, იმიტომ რომ უპირებდნენ? კი, უპირებდნენ. აბა გენერლებმა რო ნახეს ეს ყველაფერი როგორ ახლა ვიღაცა პირდაპირ ჯარისკაცი ახლა ლეიტენანტს უნსროს ლეიტენანტს ასე აკრავს აი ამ სილას და მერე გადაარჩინეს არ მახსოვს დეტალები, მაგრამ თავდასხმის მინისტრმა ნახა და არა ეს უნდა დარჩეს. აქ საუბარი არ არის იმაზე, სუბორდინაციაზე და დისციპლინაზე, საუბარი არის ასე ვთქვათ იმის სიყვარულზე, ხო, შენი საქმის შერი. თუმცა იმათვის ცოტა ძნელი გასაგები ექნებოდა ხა ესეთი სიყვარული. ვენახისადმი და მიწისადმი, მაგრამ ახლა ფაქტია, რომ ბრმა უნდა იყო ადამიანი, რომ ესეთ მარტივ რაღაცას ვერ მიხვდებით, რომ ეს უღვინო გიყოს. აუ რამდენი რამე იქნება დაკარგული ცენზურის გამო ეგრეა. უამრავი. და ზუსტად რეზოს მე ვიტყოდ დიდი დამსახურებაა, რომ ძალიან ბევრი ფილმი, მნიშვნელოვანი ფილმი, ასე ვთქვათ, გავიდა ეკრანებზე და მივიდა მაყურებლამდე ძალიან ბევრი ფილმი. რომელიც ასე ვთქვათ, რეზომ დაიცო. მაშინ ქონდა ავტორიტეტი ნამდვილად და ასე რომ, რა ვიცი, გაანათლოს უფალმა მისული, ძალიან მაგარი კაცია. ერთი ასეთი კითხვა მაქვს, ახლა გამახსენდა ია შუღლიაშვილი. ფილმში თამაშობს სახელდარო წავა. კი, ჩემი ბედნიერი ოჯახი. ხო, ჩემი ბედნიერი ოჯახი და საფრანგეთშიო პრემიერა რო შედგაო და დასრულდა იქ ვიყავიო მეც. ბევრი ფრანგი მოდიოდაო და ჩემთან და მეუბნებოდაო, რომ მეგონა რომ საკუთარ ისტორიას უყურებდი და საკუთარი თავი გამახსენდაო და გამიკვირდა რომ თურმე საფრანგეთშიც ასეთი სიტუაცია, როგორც რაც იმ ფილმში აღწერილი. მე მაინტერესებს ახლა მამაშვილობის ურთიერთობა საქართველოში და ესპანეთში. არ ვიცი ახლა რამდენად არის მსგავსება, რამდენად არის სხვაობა, უფრო მკაცრები არიან, უფრო მობიერები. პირველად მახსოვს რომ ჩავედით ან მეორედ უბრალოდ მამაჩემის სოფელში სეხაზდეალისტეში. ბუნებრივად ცხოვრობდით ეს მამაჩემის პაპისებრი ასე ვთქვათ სახლი იყო სეხაზდეალისტეში და იქ ძირითადი ასე ვთქვათ საქმიანობა მაინც სოფლის მეურნეობა და ხორბლის მოყვანა იყო რა ის იყო ძირითადი. და მახსოვს დილის 6 საათზე როგორ გამაღვიძა ჩემი და ჩემი მამაჩემო და რა იყო 6 დილის 6 საათზე ხა რამდენი წელს ვიყავით ალბათ 12-13 წელს მაგრამ ჩემი ძმა უფროსი იყო. და იმაში რა ქვია ყანაში უნდა წავიდეთ. ყანაში აბა დავაი ადექით ყანაში მივდივართ ყველანი და იქ გამუშავებდნენ მართალია ასე ვთქვათ გვიფრთხილდებოდნენ არ იყო ეს ასე ვთქვათ ექსპლუატაცია მამაშვილური მაგრამ გამუშავებდნენ და ისე იგი ცელით კი არა ნამგალით მაშინ არ იყო ესეთი ტექნიკა კი იყო მოтобლოკები და რაღაცა მაგრამ იმ სოფელში მაინც და მაინც არ იყო ეს გავრცელებული და ესე ნამგალით ხორბალი მახსოვს სპეციალური სათითეები ჰქონდა ტყავის აი ამ სამზე ხო სამთიძე და აი ნამგალით გვასწავლეს რა როგორ უნდა დავაწყოთ ეს ხორბალი და მე აი ამ ხორბლის ასე ვთქვათ შეკრა როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს ანუ ისეთი მიდგომა იყო რა ეხლა დასასვენებლად მიდიხარ საზღვარგარეთ და მაშინ იმ პერიოდში საზღვარგარეთ წასვლა თან რამს ხო მაგრამ არ ქონია პრობლემა იმიტომ რომ პოლიტიკურ ემიგრანტებად ითვლებოდნენ და საერთაშორისო წითელი ჯვრის ასე ვთქვათ პატრონაჟიც იყო და ასე ყოველ შემთხვევაში პრობლემა არ ყოფილა არანაირი წელიწადში ერთხელ მაინც გქონდა საშუალება თუ გქონდა საშუალება რა თქმა უნდა ბილეთის შეძენის და ასე შემდეგ რაც ეხება ურთიერთობას არა იქ ეს კავშირი ეს ურთიერთობა მე ვიტყოდი არა გამონაკლისები არის ალბათ ბევრია ესეთი გამონაკლისი მაგრამ მაინც უფრო დაკარგულია, უფრო წაშლილია რა 18 წლის რო ხდება შვილი როგორც წესი მეტაკლებად არის დამოუკიდებელი
და რა თქმა უნდა ეხლა ბინის შეძენა არის დიდი პრობლემა ეს ანუ იპოთეკა და ეს არის მთელი ცხოვრება უნდა ჩაება ამ ასე თქვა საშინელ უღელში და მთელი ცხოვრება მოიხადო პროცენტები მაგრამ ნუ ეხლა ბინის ქირა და ასე შემდეგ და ნუ გადიან ცხოვრობენ დამოუკიდებლად მე საბედნიეროდ ბევრი მეგობარი მყავს რომელიც რა თქმა უნდა გადაყოლილია მშობელზე მაგრამ მშობლები არიან დამოუკიდებლები როგორც ესეთი რა ეხლა აი ეს მომენტიც არის ურთიერთობაში როცა მშობელი არის დამოუკიდებელი ან შვილია დამოუკიდებელი კი პასუხისგებლობა გააქვს კი ყურადღება უნდა გამოიჩინო მაგრამ ნუ აი ესეთი ასე ვთქვათ ფინანსური წნეხი შეიძლება არ იყოს და ეხლა ჩვენთან მე კარგად მესმის რომ მოხუცებთა სახლი რა ქვია ქართულად არ მასწავლოს თავშესაფარი ხო აქ ძალიან უარყოფით რეაქციას იწვევს ზოგადად იმიტომ მიაჩნიათ რომ მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რომ ალბათ აქაც არის ესეთი ვითარება როცა აი გამოუვალი სიტუაცია მართლა გამოუვალი უბრალოდ პირობები როცა ალბათ არ არის სათანადო შეიძლება არის მე არ ვიცი და ცოტა იქაც ძვირი სიამოვნება მინდა გითხრათ ეს ნუ იქ ისეთ პირობებია რომ ჩათვალეთ რომ სანატორიუმშია მოხუცებული აქ საუბარია ყურადღებაზე რა აი მუდმივ ურთიერთობა შენგან შეიძლება არაფერი არ უნდათ ერთ მარტივი რაღაცა ხეთ დედა ჩემი არის სრულიად დამოუკიდებელი აი სრულიად გნებავთ ფინანსურად გნებავთ ასე ვთქვათ სოციალურად ფიზიკურად არის სრულიად თვითყოფადია ყველანაირად და ჩემგან არაფერი არ უნდა მეც დედა ჩემისგან არაფერი არ რა გვინდა ურთიერთობა ყურადღება სიყვარული აი სიურპრიზები რომელიც აღარ იქნება და ასე შემდეგ სულ როცა ჩავდივარ დედა რა ჩამოგიდა არაფერი არ დაიხარჯო არ ვიხარჯები კაცო ყველა დედა ყველა ასაკში რომ ერთი და იგივე ტექსტიც არ ვიხარჯები რითი შეიძლება გასიამოვნო ვთქვათ ეს ვიცი რომ ხა გიждდება ჩურჩხელაზე აი ხო დროულად შემოვიდა სასაუბრო თემა ეს არის ვიზა მიმართულად არ ვიცი არა კარგად დაემთხვა ჩვენი მეგობარია სუთი ფაუერი რომელიც აწარმოებს ჩურჩხელებს, ყურძნის, შოკოლადის და ბროწეულის. ეხლა ეს არის ჩემი ფავორიტია ბროწეულის ჩურჩხელები და ყურძნიც წამოგვიღია. ყურძნისა და ბროწეულის ჩურჩხელები ეს რომ ცოდნოდა, მე ხო წავუღებდი დედა ჩემს ამას. ამის მერე გეცოდინებათ. შემდეგ წავსვლაზე შეგიძლიათ საცალო ქსელში იყიდე. კი, ბევრ ქსელურ მარკეტშია, ცალკე დიდი რაოდენობით შეკეთოთ შესაძლებელია, პატარა კუბიკებია ძაფის გარეშე. მარტო ამად ღირდა ჩვენი შეხვედრა, უახლოა ფიზოთია. ძალიან კარგი. $38 წლის ასაკში შეიცვალეთ პროფესია და იყო ნაცნობი ეს პროფესია თქვენთვის რთული არ იყო ჩემ მე ცოტა მშიშარა ვარ და ალბათ ვერ გავბედავდი მას ეს ნაბიჯის გადადგმას. ეხა მე თუმცა არც დიდი ასაკია. არა, ესევე კი არ ჩავხტი ამ პროფესიას, კი არ შევაბიჯი ასე ვთქვათ. არამედ ასე ვთქვათ მოვეპარე. ამ პროფესიამ მომეპარა მე, ან ერთი ან მეორე, ორივე ერთად, ანუ კი რაღაც მქონდა სულ ყოველთვის რაღაცის პრაქტიკა, ну რა თქმა უნდა მეგობრებთან რაღაც სუფრის გაშლა, ასე შემდეგ მე რაღაც მაშინ ეს დაუმწიფებელი იყო რა შედარება დღეს რაც გვაქვს ასე სტუმართ მასპინძლობის ასე ვთქვათ სექტორში და რა იყო მაშინ ეს ცადა დედამიწა ბუნებრივია ამიტომ ცოტა ასე ვთქვათ თავხედობა გამოვიჩინე ამ კუთხით და ალბათ იცით რა უფრო გადამწყვეტი ალბათ იყო ერთ-ერთი ფურმარილი ჩემი ოჯახის მეგობრის ასე ვთქვათ ოჯახში და ზაზამთრო მოდი რა რამე გავაკეთოთ ოღონდ ისეთი რა მამა პაპული ქართული არ გვინდა იმიტომ რომ ჩავდიოდით მაგის დედულეთში საზანოში იქ შლიდით ფურმარებს ქართული მთელი ამბავი და რაღაც აი რაღაცა მაინცო რაღაცა ევროპულიო ცოდე ნუ რაღაც გავშალეთ 25 კაცზე მაგის დაბადების დღეზე და მაშინ იყო ერთ-ერთი
დიქციის მასწავლებელი ტელევიზიის პირველი ახის, რომელიც მითხრა, რომ აი ერთ-ერთ ტელევიზიაზე გადაცემა უნდა გაიხსნას დილის რუბრიკა და ხო არ დათანხმდებოდიო და თავხედობა არ მაქვს და მაშინ ვთქვა რა თქმა უნდა კი ბატონო. ასე რომ დავთანხმდი, დავიწყე, ну, რა თქმა უნდა, სინჯები იყო. გამარჯობათ, სინჯები იყო. რა ვიცი, ეს ერთი წელიწადი იყო რაღაც სასწაული ძალიან. იმიტომ რომ მართლა ძალიან კაი კოლექტივი შეიქმნა, კაი პროდუქტი შეიქმნა. ძალიან ბევრი ადვათან ეს ლაივი იყო, ცოცხალი ეთერი. ძალიან ბევრი ხალხი გვირეკავდა ეთერში. და მათ შორის ერთი ქალბატონი იყო, რომელიც ლოგინად იყო ჩავარდნილი, მახსოვს და ეს რომ დაიკეტა ეს გადაცემა და ტელევიზია, მახსოვს რომ დაგვირეკა და ეხლა რა ვქნაო. მე ვუთხარი რომ აუცილებლად მოვალ თქვენთან, აუცილებლად და მივედი ეს ერთხელ სამწუხაროდ იმის მერე, რა ვიცი, არ მივსულა, ალბათ უნდა მივსულიყავი, მაგრამ მოკლედ იყო, კაი, აი იმის მერე უკვე აგორ იცით თქვენ, ხო, ეხლა ტელევიზიაზე ასე ვთქვათ, ფეისი აქეთ იქით და მე პირველი სტეიქჰაუსი, ვერა სტეიქჰაუსი თბილისში, კარგად გააზრებულად, ასე ვთქვათ, თავის კონცეფციით, თავის მენუით, რაღაცა ეს იყო ალბათ პირველი ნაბიჯი, თუმცა ბევრი პრაქტიკა მქონდა, მათ შორის ვენაში, რა ვიცი, ყაზახეთშიც მომიწია, ჰოლანდიაში, ესპანეთში თავის დავაცხადია და მე არ ვთვლი რომ ვარ პროფესიონალი შეფი, არავითარ შემთხვევაში. რა ვიცი, ალბათ ვარ მზარეული, მესმის, საკმაოდ ბევრი მესმის და რაც თავარია, მეხერხება კარგად აი ამ ცოდნის და ამ უნარების, ასე ვთქვათ, გაზიარება სტუდენტებთან. ალბათ ყველაზე მაინც ფასეული ეგ არის და მიმაჩნია, რომ ეს არის ჩემი ძლიერი მხარე. უფრო ვიდრე ასე ვთქვათ სხვა, თუმცა რა ვიცი. რამდენიმე რესტორანიც გამიხსნია და ასე შემდეგ. თქვენ შვილებს რომელი კერძი უყვართ თქვენი მომზადებული? ოპა. რამდენი ხანი არ მომიზადები არაფერი. რამდენი ხანია. არ ვიცი, სიმართლე არ მახსოვს, ვერ გეტყვით, მაგრამ რა ვიცი, მე მგონი მოსწონთ. მოსწონთ რა ხაჭაპური. ხაჭაპური კი. ხაჭაპური კი ხა ჩემი ხინკალი, რა ვიცი, მე მგონი კაი ხანი არ გავსინჯია თუ. მაგრამ ხაჭაპური მოსწონთ დანამდვილებით, თორემ ალბათ სხვა რაღაცაც მოეწონებოდათ, იმედი მაქვს, რომ მომიმზადებინა, მაგრამ არა, ამის დრო ნაკლები, მაგრამ ხაჭაპურს ასე ვთქვათ ვეჭიდები შიგადაში და მაქვს საშუალება რომ გასცემ. იმერული, მეგრული თუ უფრო რომელი? დედა ხაჭაპური. იმერული. მაპატიან მეგრელები, მაგრამ მეც გავიხარდა, მეც ვთვლი რომ იმერული ხაჭაპური არის ნომერ პირველი. არა, მეგრულს თავის ხიბლი აქვს. რა თქმა უნდა, ყველას ლაზურს კიდე თავისი და ასე შემდეგ და დედა ხაჭაპური, რა კარგი დახასიათება პირველად გავიგეს. ეგრეა, ამდენად ეგრეა. ბატონო, მაგრამ ახლა ავსტრიაც ახსენეთ და ნათქვა მიგავთ, რომ აქტიური შეხება მქონდა კულინარიასთან, მათ შორის ნიკარაგუაში, საფრანგეთში. კი, ყაზახეთი. ხო, ყაზახეთი. დიახ. რომელს გამოარჩევდით? ქართული ჯობი აქვს, ჩვენ ჯობია თუ რა ნიშნებით გამოირჩევა? მე ზოგადად მიმაჩნია, რომ კარგზე კარგი არ გამოილევა როგორც ესეთი ბუნებრივი. ეხლა რომ მეკითხებიან რომელი სამზარეულო გიყვარს. თქვენ რო გითხოთ, რომელი სამზარეულო გიყვართ? მე მარტივად ვიტყვი ქართულს, იმიტომ რომ ბევრი სამზარეულო არ გამოსწორებს. არა, ნუ უდაოდ გექნებათ, ხო იგი აზიური გასაგები. კი, კორეული მიყვარს ხოთაშორის. მე მაგალითად ვიეტნამური. არაჩვეულებრივი. გავს კორეულს. განსხვავებულია, რაღაც გარკვეული ასე ვთქვათ ნიშნებით კი, მაგრამ განსხვავებული. ვიეტნამური არის განსხვავებული. თუმცა ატრია, ასე ვთქვათ, ნახარში, აი პობოს რასაც ქვია, ხო, ეს წვნიანი ვიეტნამური ძალიან კაია, ძალიან საინტერესო. კაი, მოკლედ ქართული და რატო ქართული?
იმიტომ რომ ძნელად თუ ნახავთ აი ესეთ პატარა ტერიტორიაზე ესეთ მრავალფეროვნებას. აი მართლა ძნელად რა. ესპანეთში რო ჩახვიდეთ, კი იქ არის კატალონია, არის თქვათ ანდალუზია, იქ რაღაცა გასპაჩო, ახობლანკო, არის ვალენსიური პაელია, იქ რა ვიცი, რომესკო, თქვათ соуსი კატალონიაში, მე გალისიაში ახვალ და გალისიური თქვათ პაი, რასაც ქვია, ხო, იმის ორცხობილა პეროქს რო იძახიან 8 ფეხის და ასე ბასკური სამზარეულო კიდე ცალკე თემა, მაგრამ ეს არის ძალიან გაშლილი რა. აი ძალიან გაშლილია და რომ დაფიქრდე ეგ თითოეულ რეგიონში მაინც ესე დიდი მრავალფეროვნება არ არის. იმის და მიუხედავად რომ ესპანური სამზარეულო ითვლება რომ არის სასწაული, ხო, ძალიან ეს ყველაფერი შეიქმნა დაწყებული 60 წლებში. ანუ იქ დასხდნენ 6 შეფი ცნობილი და თქვენს მოდი რაღაცა უნდა მოუხერხოთ ჩვენ სამზარეულოს, იმიტომ რომ ძალიან ცხიმიანია, ძალიან ის არის, ძალიან და შექმნეს ტენდენცია და მისცეს ამას სწორი მიმართულება. ქართული გითხარით რატომაც, იმიტომ მართლა მრავალფეროვანი, ამას ხელს უწყობს რა თქმა უნდა აი ეს ასე ვთქვათ გეოგრაფიული, კლიმატური მრავალფეროვნება, კულტურული მრავალფეროვნება, აი ესეთი კაფეო გაყოფა, ხო? დასავლური, აღმოსავლური, ვთქვათ ეს გეოგრაფიურიც არის, კულტურულიც არის, არ ვიცი, ფოლკლორულიც არის, კულინარულიც არის, ყველანაირია რა. აქედან გამომდინარე ეს არის უნიკალური სამზარეულო ნამდვილად. მარტივია რო გეკითხებიან რატო, იმიტომ ყველას მოსწონს, მოჩა გათვა, პასუხი არის ძალიან მარტივი. უცხოელებს გიждდებიან უცხოელებს. აი ძალიან მოსწონთ ქართული სამზარეულო. გინდა ფხალი, გინდა თითქოს ხმერული რა არის, ხო შვე, აი თითქოს. თან კერძე არ არის ესეთი, რომელიც ისტორიულად შეიქმნა რაღაც. ეხლა პირობითად გუშინწინ, ხო, სიტყვას. გიждდებიან ამ შვენრულზე, რო ეკითხები საზღვარგარეთ ქართულ რესტორნებში, რომელი ასე ვთქვათ ტოპ კერძი, ნუ ერთ-ერთი ასე ვთქვათ, შქმერული. ხა მწვადი არ არის, იმიტომ მწვადია, ქაბაბიც არ არის, იმიტომ რომ ქაბაბია, მაინც და მაინც ასე ვთქვათ, სუნთლად ძირფესვიანად ქართული არ არის, ხო, რაღაც ინტერპრეტაცია აქვს მიცემული, მაგრამ შქმერული თითქოს რა, მაგრამ კი, საცივი რო აიღო, ნუ ღომი ხო სასწაულია და ასე შემდეგ. პასუხი მარტივია, ყველას მოსწონს. რატო გიყვარს? მიყვარს, იმიტომ რომ ყველას მოსწონს. მოჩა გათავ. რა თქმა უნდა, ფრანგული სამზარეულოს, ასე ვთქვათ, საფუძვლები, აკადემიური საფუძვლები არის ის, რასაც ვასწავლით და რასაც იყენებენ ესპანეთშიც, გერმანიაშიც, სკანდინავიურ ქვეყნებშიც და ნუ იტალია ცოტა ისეთი კონსერვატული ამ კუთხით. ხო, ნუ ფრანგები ხო არიან კონსერვატორები, ხო? აი იტალიელებიც არიან კონსერვატორები. აი ამერიკელები არიან გაიხარ. ყველაფრისტები, რასაც ქვია. ყველაფერი კარგი და კარგები ამოკრიფეს. კი. შეფუთეს კარგად და მერე გაავრცელეს სოფლიოში. პრასი თუ აქვთ ესპანეთში? კი, რა თქმა უნდა. ანუ ესპანეთში პრასი გვაქვს ხო? პრასიც არის. ბატონ მანუელ, ძალიან ბევრი მამაკაცი უყურებს ჩვენ გადაცემას და ძალიან პრობლემატურია. ქალებშიც ალბათ, მაგრამ ნუ სამეგობროში ძირითადად მამაკაცებიდან ვიცი ნაბახუსები. დიახ. საუკეთესო კერძი რომელიც გვიჩვენეთ ნაბახუსებზე. ოპა, კი ბატონო. ნუ ეხა ცალსახად არის ჩიხირთმა ჩემთვის, ცალსახად. ჩიხირთმა. თათარი ახლი, კარგი თათარი ახლი თავის ცმრით, მწვანით, ფანტასტიკური. ღოლოსნიანი, მაინც ქართკახეთს, უფრო ქართს ახასიათებს, ნუ ხაშია, ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს, მე მაგათაც გიждდები. მათ შორის არის ესე კაიოს ესპანური კერძი, რომელიც მზადდება ფაშვით, თუმცა ხანდახან შეიძლება ჩლიქებით შეურიონ, მაგრამ ხაშის ფაშვით მზადდება, იქ ნუ პაპრიკა აქვს, ხახვი აქვს, ნიორი აქვს, პომიდორი აქვს, ლიმონის წვენი აქვს. ცოტა ისეთია რა. მე მაგალითად ერთ-ერთ რესტორანში ეს მქონდა ეს გაიოს და რა ვიცი, ძალიან საინტერესო, ძალიან კაი კერძი. მაგრამ ქართულ სამზარეულოში კარგი
იგივე რა ვიცი მაწვნის წვნიანი ცივი მაგალითად არაჩვეულებრივია. საკმარისია და მაგას დალევის პოპულარიზაცია არ გამოვიდა, მაგრამ ორი ჭიქარაყი აუცილებლად მიაყოლ ნამახოს. გამოგივიდა და ეგ არის. უხდება. მიშო, ძალიან კარგი გადაცემაც გამოგვივიდა, მინდა გითხრა. არც მარილი აკლი, არც პილპილი. არაფერი, ყველაფერი ზომიერად არის. დაბალანსებულია. დაბალანსებულია, კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. არაფერს გაიხარეთ. მეგობრებს Suti Powers და აუცილებლად დიდი მადლობა Fortuna Holdings. მადლობა ჩვენს სტუმარს. უღრმესი მადლობა. მადლობა მაყურებელს, ვინც გვიყურა. როგორ იქნება ესპანურად? უყურეთ მამების დროს ყოველ 4 შაბათს 20 საათს. Vean el programa El tiempo de los padres los miércoles a las 8 de la tarde. დიდი მადლობა. კარგად იყავთ, ნახვამდის, გაიხარეთ. გაიხარეთ.